Marcos, el rey ya llegó. Es Argentina, es Argentina, სოფლიოს დღიურებს წარმოგიდგენთ პლატფორმაზე საქართველო 3.0. ეს არის ახალი პლატფორმა, სადაც გვექნება საგანმანათლებლო პოდკასტები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წელს გაიმართება მუნდიალი, რომელიც იქნება ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო და ქართველი მაყურებლისთვისაც ფეხბურთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მის ისტორიულ და სპორტულ განზომილებაზე, მათ შორის პოლიტიკურ მდგენელზეც ვისაუბრებთ ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში. თორნიკე შარაშენიძე, ჯივას პროფესორი, მამუკა მახათაძე, ასევე ჯიპას პროფესორი და მე გურამ ნიკოლაშვილი, მათი ყოფილი სტუდენტი და მოდერატორი. პირველი თემა, რომელზეც ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს, ის შეეხება გეოგრაფიას. ანუ რა ქვეყანა არის, სათამაშობე, რა გამოცდილება არსებობს და რა სტატისტიკა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ მასპინძელი ქვეყნის ფაქტორი რა ზემოქმედებას ახდენს შედეგზე. რა ვიცით თორნიკე ამის შესახებ, რა გვახსოვს? ნუ ხა მასპინძლები არც ერთი არ არის ფავორიტი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა თქვა, ასაკურველი არც ამერიკა, არც მექსიკა, თუმცა მექსიკა ყველაზე ძლიერია მატჩი. აქ მნიშვნელოვანი არის ალბათ ის, რომ აი კლიმატი და კლიმატი როცა ამერიკაზე მიდგება საქმე, სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. 94 ჩატარდა ასე მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში, ძალიან გაათმახსოვს, იმიტომ რომ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი გაცილებით და შუაღამეზე იყო თამაშები, მაგრამ მაინც უყურებდი. გამთენიას კი? გამთენიასაც და 94-ში უცებ სენსაციად იქცა ნიგერია. რატომ? გაუადვილდა იქ თამაში. მათთვის არ იყო პრობლემა ამერიკული ხვატი, აფრიკული ხვატის შემდეგ. ნიგერია ძლივს გამოაგდო იტალიამ, ძლივს, აი ეს ბოლო წამებზე ბაჯოს ფაქტორმა იმუშავა. ბაჯოს გენიამ წამში უცებ გადაწყვიტა ერთი გოლი გათანაბრა ანგარიში და ნუ თორე წესით იტალია იმ თამაში ვერ ჯობდა ნიგერიას ვერანაირად. და იტალიამ წვალებით მიაღწია ფავორიტმა ფინალამდე, როგორც ცნობილია, ამიტომ სწორედ მათ შორის კლიმატის გამო. 94-ის ამერიკის ჩემპიონატი კი ბრაზილიამ მოიგო, ხო? მაშინაც გაუადვილდათ, ესე ვთქვათ, ადაპტირებული. პრინციპში 2014 წლამდე, მანამდე ვიდრე გერმანიამ არ გაიმარჯვა ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე, მანამდე ეს ბალანსი პრინციპში დარღვეული თითქმის არ იყო, ხო? ნუ ბრაზილიას ყოდა შვედეთში მოგებული და ეხლა მოიგო გერმანიამ. ერთი ფაქტორი არის და რომელსაც ჩვენ ყველა ეპიზოდში მე შევეხებით, ცხადია ბადის განვითარებასთან ერთად, ხო? ვინ გავიდა, ვინ ხვდება სათამაშობე. ნუ ეს ეპიზოდი ეძღვნება, რა თქმა უნდა, გახსნამდე პერიოდს, ეს სასტარტო მოცემულობა რა არის და ეს არის რაღაცნაირად მსმენელი რომ დაფიქრდეს ამ კლიმატის მნიშვნელობაზე რა. და მეორე ნაწილი არის წმინდა პოლიტიკური ფონი, რომელიც თან ახლავს. ამას ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩემპიონატი გაიმართება, ესე ვთქვათ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, რომელიც მიდრეკილია იმისკენ, რომ ყოველგვარი არათუ სპორტული ყოველგვარი ღონისძიება მან რაღაცნაირად სარჩულად ამოუდოს თავისი დიდების წარმოჩენას და ცხადია, რომ ეს მომენტი სხვათა შორის ძალიან ჭკვიანურად FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ჩაავლო და თავიდანვე გაუგორა ის სწორი კოჭები, რადგან იცის რომ ის ხურდება. ხო, საპატიო медаლი რო გადასცა. ტრამპ ტაუერში აჩუქა ოქროს უამრავი რამ, FIFA-ს საკლუბო თასიც მის კაბინეტში დადო და მოკლედ ეს ჭკვიალა რაღაცებით მორთო მას აქვს მისი სრული კეთილგანწყობა, შეიძლება ითქვას, რაც გამოიხატება. თუმცა დღესდღეობით ნახე სხვათა შორის გუშინ იმყოფებოდა NBA-ის play-off-ზე, სადაც მე მგონი მაინც და მაინც გულთბილად არ შეხვდნენ სტადიონზე ალბათ ეს ნაკლებად იქნება ხო, ნაკლებად იქნება გამოხატული, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ცოტა წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ დაჯილდოებაზე ცოტა ისეთი რაღაცა კრინჯული ქცევა არაბის შეიხის, ხო, რომ ბოლომდე გაყვა ამ თასს და ეხლაც ცხადია რომ ჩვენ რაღაცნაირად შეიძლება ეს ტრამპი ყოველთვის შეეცდება თავის ინტეგრირებას. აქ ერთ რაღაცა გავიქცევს, თავისიანება უსტვინეს ამერიკელებმა მედიცინას სკვერ გარდენში. ხო, მაგას ვიძახი სტადიონზე. უცხოელები იმდენ არ დაუსტვინენ. მაგრამ აქ მეორე მომენტია რომ დონალდ ტრამპი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან აქტიურია, უამრავი ომი, კონფლიქტი მიმდინარეობს და მასში მას პირდაპირ როლი აქვს. ეს მხარე როგორ იმოქმედებს ჩემპიონატის ცდილობაზე და ჩვენ გვაქვს რაც თავარია ირანის გუნდი, სადაც მე მგონი მათი პრეზიდენტი არც ვიზაც არ მისცეს. პრეზიდენტი IRCG-ის ყოფილი წევრია და შესაბამისად აკრძალულია. ამით თანამდებობას ვერ მოხდები ისე. ხო, თუ არ ახარ გუშეთა კორპუსში. ხო, რა თქმა უნდა. იმ მართველი გუნდის ნაწილი თუ არ ახარ და
მაგრამ ირანმა გადაწყვიტა რომ რევოლუციის ჩავიდეს. ძველთა კორპუსის ნაწილი თუ არ იყავი. ნუ ეხლა არაფერი კავშირი აღარა აქვს როგორც ამობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას არ დაუშვებენ. და ნუ პლუს კიდე რაღაცა გარკვეულწილად უარი უთხრეს რაღაც გარანტიებზე, უსაფრთხოების გარანტიებზე შესაბამისად ირანს უწევს საინტერესო ვთქვათ ლოგისტიკა მექსიკაში ცხოვრობს და ყველა თამაშზე ვთქვათ მექსიკიდან ჩავა. ამერიკაში ჩამოსვლა ყოველი თამაშის წინაშე წამოიდგინე ხა. კიდე უფრო უმძიმდება ამ მდგომარეობა ამ გუნდს, რომელიც ბუნებრივია ხა მანდამაიც კავკასიაზე ალბათ არ მიემგზავრება. 98-ში სხვა შორის ირანი შეხვდა ამერიკას საფრანგეთში ჩემპიონატზე. ირანმა დაამარცხა 1-0 ამერიკამ. ალი დაიმ შეაგდო ეს გოლი და რა ვიცი მე მგონი ირანიდან ყვირილი საქართველოში მოისმოდა. ისეთი ამბავი იქნებოდა. ახლაც დიდი შანსია რომ ერთმანეთს შეხვდე, რაც არ ამგონია რომ ტრამპს აწყობდეს და უნდოდეს. თუ ორივე თავის ჯგუფში მეორე ადგილზე გავა და რაც პრინციპში ჯგუფების შემადგენლობიდან ძალიან სავარაუდოა, თუ აი სპეციალურ რეჟიმში არ მოხდნენ და ცუდ რეჟიმში არ მოხდნენ ირანელები და რაღაცის გამო, ისე პრინციპში სავარაუდოდ უფრო დიდი ალბათობით ზუსტად მეორე ადგილზე უნდა გავიდნენ. თუ მეორე ადგილზე გადის ორივე გუნდი ამერიკა და ირანი, მეთევზედეთ ფინალში ხვდებიან ერთმანეთს, ანუ პირველივე პლეი-ოფის თამაში. ანუ ეს იქნება ფეხბურთი პოლიტიკის გაგრძელება სხვა საშუალებით. ომი და არის. ვინ არის კიდე ვიზე შეიძლება კიდე რომელ გუნდზე თქმა იმისი რომ მასაც უწევს პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე თუ პირობებში ჩასვლა. ასეთი ხო რუსეთი როგორც ვიცით არ არის ვერ ისრაელი არ არის, რუსეთი არ არის, ვინ დარჩა ეს არის ეს წველი ამერიკა ირანი და საქართველოს ვერ მოხვდით და ძალიან საინტერესოა კურასაოს ეგეთი ნაკრები, რომელსაც იწევს ძალიან დიდ ყურადღებას, იმიტომ რომ კურასაო ლიქიორი პრომოქსოდა ხოლმე ყოველთვის ბავშვი. სულ პატარა ნაკრები მოხდა ვიდრე ფეხბურთი. რაც უფრო გაზდიან, უფრო მეტი მომავალში აპირებენ 65 გუნდამდე აიყვანონ საერთოდ და წამოიდგინეთ ეხა იქ ვინ მოხდება. ხო თან ეს გაზრდა გასაგებია ხა გამოწვეულია ბიზნეს ინტერესები პირველ რიგში. აქედანაა გამოწვეული. და გეოგრაფიული განაწილების პრინციპით ხდება და არა რეიტინგის პრინციპით შესაბამისად. ყველა კუთხე ხო, სოფლიოს ყველა კუთხე, თორე თუ უძლიერეს გუნდებზე მიდგება საფრთხე, საქართველოს უფრო ძლიერია, ხო? ბევრ გუნდზე ვინც ეხლა მოხდა სოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ნაწილდება. ანუ სიძლიერეს კი მიხედვით კი არ ნაწილდება. ევროპაში ყოფნის ფასი ანუ არის რომ ძლიერი ჩემპიონატში თამაში. შესაბამისად დიდ კონკურენცია გიწევს და ეგ არის და ეხლა გაიზრდება 64-მდე ევროპის ხარჯზე, მანდ არ გაიზრდება ცხადი, უფრო სხვა კუთხეების, სხვა ესე თქვა მხარეების ხარჯზე მოხდება ეს გაზრდა. ხო, ჰაიტი და კურასაოც მაგის გამო მოხდა. აი ეს არის ამაში ასაქმენ და ჩვენ რო აზიაში ესე თქვა თამაშობდეთ, ალბათ მოხდება. მაშინ უზბეკეთი გამოდის, ასე ვთქვა, ჩვენი უშუალო კონკურენტი. უზბეკეთს როგორ მოუგებთ ალბათ ხა, რო შეხვდეთ სადღაც. ყოველ შემთხვევაში ერთხელ მოგვიგია ხო. კი ბატონო, სხვა ბედმარ რო გუნა მეტი. აი ეს და იმდგას ბიზნეს და შემდეგზე ალბათ უკვე მოუწევთ 5 პლეი-ოფი მოუწევთ. არა ესე გამოდის, შემდეგ ჩემპიონატზე წამოიდგინე. ეს რომ ამ ხელა დატვირთვა ფეხბურთელებზე ახლა. ეხლა ახსენებ დატვირთვას და რაც შეეხება დატვირთვას, წარმოიდგინე დიდი ევროპული ჩემპიონატი ჩაატარე, საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ტურნირები და ამის შემდეგ მიდიხარ და თამაშობ. ხო, 2022 წლის ჩემპიონატის საინტერესოობა განაპირობა იმანაც, რომ ჩატარდა ზამთარში ევროპული თვალსაზრისით და ამ დროს ფეხბურთელი თავისი ფორმის პიკში იყო. ეს სანახაობრივი მომენტი მან გამოიწვია. ერთ-ერთი საშუალოზე მაღალია, არა ყველაზე ასაკიანი, მაგრამ ასაკიანი არგენტინის ნაკრები, თუმცა ყველაზე უფრო ადაპტირებული, იმიტომ რომ ეს თამაშობს მაიამიში, ბევრი თანაგუნდელი ყავს, რომელიც თამაშობს. ნუ იქ საათობრივი განსხვავება, კლიმატიც, არგენტინასთანაც პრაქტიკულად იდენტურია. აქედან გამომდინარე, თუ ადაპტაციაზე შეიძლება ლაპარაკი, ამ მხრივ სოფლიო ჩემპიონებს გააჩნიათ გარკვეული პლუსი, მაგრამ ასაკობრივად არგენტინა ძალიან ესე თქვა ბებერი გუნდია. აი ძალიან არა, მაგრამ ნუ უკვე საშუალოზე მაღალია. პირველი 11 ეულის AI-ის ვსხოვე, პირველი 11 ეულის საშუალო ასაკი დამითვალა AI-იმ. ანუ ბოლო 5 თამაში ეს ნაკრებები ფავორიტები რომ ჩამოუთვალე, ბოლო 5 თამაში ვირა შემოდგენობა დააყენა იმის მიხედვით. არგენტინა ყველაზე ბებერია 30 ნახევარი წელი, მერე პორტუგალია, მერე ბრაზილია, მერე გერმანია, მერე ჰოლანდია, მერე ინგლისი, მერე საფრანგეთი. ყველაზე ახალგაზრდა არის ესპანეთი. შესაბამისად ყველაზე უფრო გამოუცდელი და ბებერი ხარის რქანის ხნავა. გამოუცდელი ევროპის ჩემპიონატი ბოიგო ახლა ხან და ედახი გამოუცდელი. ჩვენი ეპიზოდების კვალდაკვალ ცხადია წარმოგიდგენთ ხელოვნური ინტელექტის შეფასებასაც, რომელსაც ექნება დიდი ზეგავლენა, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ფსონების დადება ეს ერთ-ერთი საყვარაო სპორტად იქცა უკვე ლამის ცალკე.
შეიძლება თავის ფედერაციაც კი კონდეს უკვე და ამიტომ საინტერესოა ყოველთვის მსმენელისთვის ვის აქვს მეტი შანსი. ჩვენ ცხადია დავრჩებით ამავე დროს გულშემატკივრებად, მამუკა არის ბრაზილიის გულშემატკივარი ამ ჩემპიონატზე, თან ძალიან უნდა რომ ხუჩა კვარაცხელია მოიგოს ოქროს ბურთი და ბრაზილია იდეალური ვარიანტი იქნებოდა. თორნიკი არის საფრანგეთის გულშემატკივარი და მე ცხადია არგენტინის რატომ გულშემატკივარი. ცხადია? იმიტომ ახსნათ ეგ საინტერესოა ძალიან ხო? სხვათა შორის ახსნას რაც შეეხება, ეხლა გაკეთდა ძალიან საინტერესო სტატია. წავიკითხე, ეგრეთ წოდებული ჭალებში ბრიტანულმა მეცნიერებმა დაადინეს, რომ რომელი არის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი. ხო არსებობს ეგეთი კითხვა და მიდის ამაზე დავა და მთელი უბედურება და მათ ძალიან მართებულად შენიშნეს, რომ საუკეთესო ჩემპიონატი არის ის, რომელიც ნახე 11 წლის ასაკში. თუ ადამიანი გადახედავს თავის ბიოგრაფიას, საბჭოთა მაყურებლისთვის ეს უწარ რთულია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ესე ვერ აჩვენებდნენ, 78-დან დაიწყო მეტნაკლებად ამის ჩვენება, მაგრამ აი 11 წლის ასაკში პლუს მინუს, ვისაც აქვს ნანა 92 ჩემპიონატი არის შენთვის, მე 86-ში მახსოვს, მაგრამ რა თქმა უნდა არის 90 ჩემთვის და მამუკაც შესაბამისად ჩამოყალიბდა ბრაზილიის დომინაციის პირობებში. ჩვენ ცხადია გავმიჯნავთ ჩვენს პირად გულშემატკივრობას იმისგან, რომ ობიექტურად როგორ წავა ეს ბადე და იქნება ძალიან საინტერესო და მის ცხადია შემოგთავაზებთ მის აი ამ განზომილებას, რას როგორ დაითვლის პროგრესის კვალდაკვალ სხვადასხვა აი ამ დგენელით, რასაც ქვია კლიმატი, სტადიონი, გუნდების ასაკი, მათი შემადგენლობა, გადაღლის ფაქტორი, როგორ შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა სპორტულ შედეგზე. და კარგი იქნება წინასწარაც ვივარაუდებთ ცხადია, რა არის მოსალოდნელი და შემდეგ უკვე შევაჯამებთ თანდათანობით თამაშების კვალდაკვალ. პირველი ეპიზოდი ეძღვნება ძირითადად აი ამ წინას პერიოდს, სანამ გაიხსნება უკვე ჩემპიონატი. ეს ეპიზოდი შეგვიძლია ამით დავამთავროთ, ბოლოს უბრალოდ თქვათ გახსნის შოუ, როგორი იქნება თქვენი აზრით ეს რა მოლოდინი ექნება ეს გახსნა, რამდენად პომპეზური იქნება და რამდენად მოვა უნისონში აი ეს რაღაც პომპეზური გახსნა იმასთან რას ტრიალებს სოფლიოში. რას ტრიალებს სოფლიოში, იმასთან ვერ იქნება უნისონში, რომ სოფლიოში საგიჟეთი ტრიალებს პირდაპირ თქვა, ხო? გარესამყარო არის არეული და საგიჟეთი, მე მგონია რომ ამის პირიქით გაზრდის პომპეზურობას. და კიდევ უფრო პომპეზურად გავიხსენოთ, როგორიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ფეხბურთი ესე თქვათ, აი კრიზისიდან გამოსვლის საშუალება გერმანია როცა იგებს მსოფლიო ჩემპიონატს 2014-ში გერმანელებმა უმერო, აი მაშინ მიხვდით, რომ გამოვედით იმ უბედურებიდან რა 2014-ში და ძალიან საინტერესო. ხო, მაგრამ ეგ დამთავრებულ ომზე გამოვიდნენ ეს. მათ ტრავმა დააძლიეს. ეხლა ის ომის მერე 9 წელი არ იყო დიდი დრო, ხო? სხვათა შორის 40 წლის წინ, როდესაც არგენტინა ჩავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ხშირად მოყოლით ვიცით და ის ემოცია რაღაც გავიდა 40 წელი დაიკარგა. ზუსტად ეგ იყო მთავარი და ეხლა არგენტინაში ცხოვრობდი. თავარი ამას გიყვებია, რომ ამიტომ გახსა სოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ინგლისის მოგება, ეს იგივეა რომ ეხლა ირანმა მოუგოს არგენტინას, სოფლიო ჩემპიონატზე უკრაინა მოუგოს რუსეთს, ეს იყო ამ დონის მოვლენა და მაშინ გახდა სწორედ ეს სხვა შორის არ იყო პირველი შემთხვევა, რომ ქვეყანა იმყოფება კრიზისში და ხდება მსოფლიო ჩემპიონი, ხა აგერ ბოლო დამსახურებულ ჩემპიონობა არგენტინის და მესის ვაღიარებ იმ მიხედვით, რომ ფრანგებს მოუგეს, დამსახურებულად მოუგეს ფინალში. მარადონას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მეორე მხრივ რაღაცნაირად გაათავისუფლა მისი აი ამ აჩრდილისგან მესი პირადად შეიძლება. მესიც ყველაფერი და დავიბრუნეთ ჩვენ მსოფლიო თასს ესე ვთქვათ. დაიბრუნეთ რას ქვია, ვინ წაგართვა დაუსახურებლად. ვინ წაგვართვა და ჩვენ მაგალითად არავის ყველას გონია 86-ში, 90-ში არგენტინა გავიდა ასევე ფინალში, ძალიან ახლოს იყო მის მოგებასთან. 86-ში ეძახიან მარადონას ჩემპიონატს და 90 არანაკლები იყო მისი და ვინ წაგვართვა? პირველ რიგში ეს წაგვართვა სწორედ არგენტინის არაფერი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც 94 წელს დისკვალიფიკაციით საოცარ ფორმაში დაბრუნებული დიეგო მარადონა თავის საოცარი გოლით, რომელიც საბერძნეთს გაუტანა. ამის გამო გამოაძევეს და მსოფლიოს წაართვეს სასწაულის ხელბურთი არ გახსოვს არგენტინის ხელბურთი. მე არა მარტო ხელბურთი. 90-ში ბოდიში. 90-ში ხელბურთი მარადონასი. 90-ში ეს უკვე იყო ალბათ რაღაცა პენალტი რო დაიწყო. ჩვენ ეპიზოდებს წერთ კუსტბაზე, ეს არის კუსტბა ბიჩ კლუბი, რომელიც პასპინძლობს ჩვენ, სადაც გაიმართება ღია ჩვენებები მთელი ზაფხულის განმავლობაში, ამიტომ მობრძანდით ჩვენ რაღაც თავისუფალ დროს ჩავწერთ ხოლმე ჩვენს ამ ეპიზოდებს, სადაც შევაფასებთ. ამ პირველი ეპიზოდი ამით დასრულებულია. დაგველოდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ალაიქეთ ჩვენი პოდკასტი და გვისმინეთ მსოფლიოს დღიურების შესახებ.
one.